შემოგვიერთდა ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი თეოდორაშვილი. ერთმა დაგვეცოთ ყველა. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ჩვენ ვინც გვადევნებს თვალყურს ხშირად ანუ ერთგული მაყურებელი დამეთანხმება რომ კვირის ყველა დღეზე ვისაუბრეთ სხვა მოძღვრებთან ერთად ვინც ამ კვირის მანძილზე იყვნენ ჩვენი სტუმრები, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია და თითოეულ დღეს თავისი სიღრმე და დატვირთვა აქვს, ალბათ არ იქნება ურიგო კიდევ ერთხელ შევახსენოთ აი ამ დღეების მნიშვნელობა ტელემაყურებელს. დღეს არის განსაკუთრებული დღე, როგორც სხვა დანარჩენი დღეები. ეს არის დღე, როდესაც მაცხოვრის მიერ წესდება ზიარების საიდუმლო, ამ დღესაც ძალიან საინტერესო შინაარსი. დიახ, ევქარისტიის საიდუმლო და ალბათ უმჯობესი იქნება დავიწყოთ დღევანდელი დღის მნიშვნელობით და შემდეგ შეგვიძლია მივიდეთ აღდგომამდეც, რადგან ჩვენ დღეს დავამშვიდობებით ტელემაყურებელს და უკვე სამშაბათს შევხვდებით, შესაბამისად კარგი იქნება, რომ წინვალე დღესასწაულზეც თქვა 2-3 სიტყვა. პირველ რიგში მადლობა მე მინდა მოგახსენოთ რომ ესეთ მნიშვნელოვან დღეს მომიწვიეთ და მე მიწევს საუბარი მაყურებელთან. ერთხელ ერთი გადაცემის შემდეგ ერთმა მოძღვარმა დამერეკა გიორგი და მითხრა რომ აი როცა ნათლისღებაზე იყო საუბარი, თითქოს ყველაფერი იცის ამ დღის შესახებ და დღესასწაულებზე ხო ჩვენ თითქოს დაღეჭილი გვაქვს ეს თემები და მითხრა რომ დაიწყეო საუბარი, მინდოდა გამომერთო და წავსულიყავიო და მაგრამ ფიქრობდი რა უნდა თქვას ახალი ხლა მამა და მე მოგისმინეთო და რაღაც ახალი მაინც იყო. მე თვითონ პირადად ხო არასდროს არ ვთვლი რომ რამე ვიცი ბოლომდე და ვფიქრობ რომ რაღაც ნებისმიერ მოძღვარს უსმენთ თქვენ გადაცემაში და ნებისმიერ სტატიას შემიძლია დიდი გულისყურით გადავავლო თვალი. ვისაც გონია რომ რაიმე იცის, მან არაფერი არ იცის ისე როგორც უნდა იცოდეს. პავლე მოციქული ამბობს. ამიტომ არავის არ გვაწყენს გამეორება ცოდნის დედა და თან ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ აი მე და თქვენ გიორგი განსაკუთრებით რომ ჩვენი ეთერი იყოს ძალიან საინტერესო და ისეთი რამე ვთქვათ, რაც შეიძლება ნაკლებად იყოს ცნობილი. თუ იციან, გაიხსენონ მაშინ, არ არის ამაზე პრობლემა. პირველ რიგში მინდა ტერმინოლოგია, ესე ვთქვათ, შევასწორო, რომ ნებიშვიდეული ატო ქვია ამ კვირას, ძალიან უცნაურია, თორე დღეს არის დიდი დღესასწაული, საიდუმლოსერობა და ტარდება სადღესასწაულო წირვა. არანაირად არ შეიძლება დღევანდელი დღე იყოს ვნების ხუთშაბათი. დიდი ხუთშაბათი უნდა ერქვას და არა ვნებიშვიდეული, არამედ დიდი შვიდეული შეიძლება უпростоრად რომ უწოდოთ. შეიძლება რომ დიდი შაბათი, როცა მაცხოვარი ჯოჯოხეთში ჩაბზანდება, ვნების შაბათი იყოს, ან კვირა როგორ შეიძლება ვნების კვირა იყოს, კვირას ქვია აღდგომა წინვალი, ხო? ასე რომ ტერმინი ვნების შვიდეული უკვე არასწორია. ჩვენ ამით ვაკნინებთ დიდ ხუთშაბათს, დიდ შაბათს და წინვალი აღდგომას. და ასევე აი დღეს ესეთი მოარული გავრცელებული აზრია რომ დღეს არის ევქარისტიის დღე და დღეს დაადგინა ყველა მიდის ეკლესიაში და უნდა ზიარება. ბევრი ცდილობს ამას, ხო? აქვს გასაგებია, მაგრამ თითქმის 90%-ს გვავიწყდება რომ რა მოვლენები უძღვის აი ამ დღის დაწესებას და ზიარების, აი ძალიან ბევრი ადამიანი ხო ფიქრობს, ვინც რა თქმა უნდა სულიერად ცხოვრობს და ანაპირებს სულიერ ცხოვრებას, ნეტა ღირსეულად ვეზიარე თუ არა. როგორ მოვემზადო ზიარებისთვის? ლოცვები ბოლომდე წავიკითხო, ნახევარი ლოცვის მერე წავიკითხო, ცისკრის მერე თუ მთლიანად წავიკითხო, აი ბოლომდე ვთქვი მე ახლა ახსარება თუ რაღაც დამავიწყდა. აი ზიარებისთვის პირველი მოსამზადებელი ეს მდგომარეობა ეს არის თავდაბლობა. რატომ ბანს ფეხებს ქრისტე საიდუმლოს ერობის წინ? წარმოიდგინეთ, რომ ეს 12 მოციქული ინახით ზის და არავინ არ ფიქრობს იმას, რომ თავის მასწავლებელს და მოძღვარს ფეხები დაბანონ. არავინ არ ფიქრობს ამ დროს, ხო? ახლა ბევრი ადამიანი მივა დღეს სამებაში და უყურებენ პატრიარქი როგორ ბანს ფეხებს სასულიერო პირებს. ვინმე იფიქრებს იმას, რომ თავის დედას ან მამას დაბანოს ფეხები დღეს ან შვილმა მშობელს, მეუღლეს. ახლა ამ სიტყვების მერე შეიძლება გარკვეული არასამთავრობოები დამხვდნენ გალეთ მე პლაკატები და რას ქადაგებს მამა, ხო ეს რაღაც მონობა. არა. რატომ გონია რომ მარტო ქრისტეს უნდა დაებანა ფეხები მოციქულების, მარტო პატრიარქმა უნდა დაბანოს ფეხები, ან რომელიმე მღვდელმთავარმა თავის ეპარქიაში, თავის აღდულება, რა თქმა უნდა ეს სიმბოლოა და თან ქრისტემ გვაკურთხა პირდაპირ ამას იქმოდეთ თქვენ ჩემ და მოსახსენებლად, რომ მე თუ მოძღვარმა და მასწავლებელმა ასე მიწოდებთ, ეს გავაკეთე. თუ თქვენ არ შეიძლება რომ იგივე გააკეთოთ, ეს იყო მონის მსახურება. ეს არის პირველი ნიშანი თავდაბლობის. ანუ ჩვენ როცა ზიარებისთვის ვემზადებით და ზიარებაზე მივდივართ, წირვაზე მივდივართ. აი განსაკუთრებით მე არ ვიძახი რომ მაშინ ფეხები დაუბანოთ, მაგრამ რამდენად არის ჩვენში თავდაბლობა, ვიფიქროთ ამაზე. ანუ რას ნიშნავს, როგორ უნდა მივხვდეთ
ერთი დიდი мама ძალიან კარგად ამბობს, რომ გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ერთი ცოდვის გამო გამოაძევა ღმერთმა არაწმინდა სული სასუფევლიდან და ადამის ამოთხიდან, ეს არის ამპარტავნება, პატივმოყვარეობა და ერთი სათნოების თავდაბლობის დაცვით შეიძლება დაბრუნება სასუფეველში და სამოთხეში. ხო, აი თუ შენ ცხონება გინდა და ვის არ უნდა ცხონება? თავდაბალი იყავი და ცხონდები. ანუ უღირსად მიიჩნია საკუთარი თავი სხვა ადამიანებს. აი ხლა რომ მიდეხარ წირვას და იფიქრე რომ აი ამ მაზიარებელთა შორის ყველაზე უღირსი შენ ახლა. კი არა, გაწიო ვიღაცა და ჩემი ადგილი აქ დამაყენე და აი მე სხვაზე უკეთესი ვარ და მზათა ვარ მაზიარებ ხო? და უთხრათ რომ მამაო არა ვარ მზად, მაგრამ თისყალობით იქნებ მაზიაროთ რომ მე შევეცადო უფრო უკეთესი გავხდე. აი ეს არის დღევანდელი დღის თავარი შინაარსი რომ მაცხოვარი რომ პირველ რიგში ისასწავლა მოციქულებს რომ არც ეც არ მოუვიდა აზრად წესი იყო ასეთი ხან მაშინ ავტომობილები არ იყო და დადიოდნენ ხამლებით ტროიანი კუჩები იყო აი ამ ყველაზე შავი საქმე უნდა გაეკეთებინა მონას და როცა ქრისტემ მიდის მოციქულებთან ერთ ხო შეიძლება და აზრად მოსლოდა თუმცა პეტრე მზად იყო რომ მახვილი ეშიშვლა მის დასაცავად ასე ვართ ხოლმე ჩვენ მართლმადიდებლობა ან სიკვდილი მაგრამ ელემენტარულ თავდაბლობაზე არ ვფიქრობთ ამ დროს არც ერთი არ ადგა და არ დაბანა ფეხები და ქრისტემ განკაცებულმა ღმერთმა მონის მსახურება აღასრულა ყველაზე ასე თქვა ნათელი მაგალითი თავდაბლობის და ასევე რა თქმა უნდა გადავინაცვლოთ აი ამ დღეს რომ ეს არის ძალიან საინტერესო აი გაჩნდა ფოტოშურის თქვენ ეთერშიც მოვისმინე ესეთი გაბედული ნათქვამი რომ კიო თითქოს ეკლესია ასწავლის და ძველი დიდი მამები რომ იუდა ეზიარაო მაგრამ ძალიან ბევრი თანამედროვე მამა ამბობს რომ არ ზიარებულო ეხლა ასე რომ ვიკამათოთ ბუნებრივია არ იქნება მართალი მაგრამ მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რომ იუდა ეზიარა ოღონდ უღირსად ეზიარა და ამაზე არც ღირს პოლემიკა თავარია ჩვენ აი მე და თანამედროვე როგორც თანამედროვე მოზღვარმა და თანამედროვე მრევლს ესეთი რამ უთხრა ხშირად გასაკუთრებით დიდ მარხვის ბოლოს ესეთი ხალხი მოდის ეკლესიაში ვინც დიდ ხანს არ ყოფილა დიდი ხანი არ ყოფილა და ეს გამოჩნდება აი როგორც ქრისტემ ჩახედა იუდას თვალებში ხო წარმოიდგინეთ არავინ არ იცის გარდა იუდასი და ქრისტესი რა ხდება ხო წარმოიდგინეთ რომ ქრისტეს რო ეთქვა რომ აი იუდა გამცემს ხო იქავე თავს მოაჭრიდა პეტრე ხო პეტრე მზად იყო რომ გაეყო შუაზე ვინც მაცხოვრის წინააღმდეგ იყო და ქრისტე თვალებში ჩახედავს იუდას ანუ ეკლესია თვალებში ჩახედა უყურებს ადამიანს და როცა ადამიანს ვეუბნები რომ აი თქვენ რატომ არ დადიოდით ამდენი ხანი რაღაც სისულელებს იგონებს აი თქვა დებია გარდაიცვალა დრო არ ქონდა იმის მაგივრად რომ თქვა სკურწფელად რომ არის ზარმაცი შებორკე არის ასეთი არა კიდე თავს იმართლებენ და კიდე რაღაც მოკლედ ამ დროს მაინც თქვი გულწრფელი ახსნარება ამ დროს მაინც აღიარე იუდას მდგომარეობა არ არის რა თქმა უნდა ის ვარ დადიოდ ეკლესიაში მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე რომ ახსარების დროს ზიარების წინ მოზღვარი შენ გიყურებს ეკლესია შენ გიყურებს და კიდევ თავს იმართლებ იტყვები ბოლომდე არ იძახი რაღაცას ხო ჩვენ არა ვართ ქრისტეს გამყიდველები მაგრამ როცა შენ მალავ ახსარებაში გარკვეულ სოდვას და არ იძახი შეგნებულად იმიტომ რომ მე მოზღვარი არ მაზიარებს ახლა ეს რო თქვა ფაქტურად იუდას მდგომარეობა ანუ დამალა თავისი სოდვა იტანჯება იუდა ამ დროს წარმოიდგინეთ ხო ორჭოფოს მაგრამ რაცყვეტლება მიღებული აქვს უკვე გაყიდული ყავს ფაქტიურად და ესეთი წესი იყო გიორგი ხლა ამ დროს საიდუმლო სერობაზე აღესრულება ძველი აღთქმის პასექი ძველი აღთქმის მსახურება და ასე თქვა დგინდება ახალი აღთქმის ყველაზე დიდი საიდუმლოთა საიდუმლო ოჯახის უფროსი წელიწადში ერთხელ როცა პასექს აღესრულებდა ხო იკლებოდა სხვარი და ვინც ამ ოჯახში ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო ლუკმას ჩააწობდა და მას მიაწვდიდა. ანუ ამით დაანახებდა ოჯახის წევრებს, რომ თქვა წელს ეს უნდა დაქორწილდეს, გათხოვდეს, ან სოლი მოიყვანოს, ან რა ვიცი, შვილი უნდა ეყოლოს, მოკლედ რაღაც მნიშვნელოვანი რაღაცას გამორჩეული და ეკლესიის ყურადღება იესო ქრისტე მიაპყრო პირდაპირ იუდასკენ, რომ აი ხლა ამ ადამიანის ცხოვრებაში ხდება რაღაც მნიშვნელოვანი. იგივე ხლა ჩვენ და ის არის პირველი, ხო, ვინც ჩააწობს. რა თქმა უნდა, ვისაც მე მივაწვი, ასე თქვა ლუკმას. და ჩვენც უნდა დავფიქრდეთ რომ ჩვენ ხომ არ გვეშლება რამე ჩვენ ხომ ისე არ ვეზიარებით როგორც უნდა ვეზიარებოდეთ ჩვენ ხომ ჩვენი ცხოვრების წესით არ უღალატობთ იესო ქრისტეს აი ეს არის თავარი რომ ეს ხო შეიძლება ეკლესიას დაემალა ეს მდგომარეობა და არ გვეთქვა არავის რომ გაყიდა ერთმა მოციქულმა მაცხოვარს მაინც შეიყურებდნენ მაცხოვარი მაინც ჯვარცმული იქნებოდა უბრალოდ ამით დავანახეს ეს ყველაფერი დავანახეს რომ აი ყოველთვის იქნება იუდას მიმდევარი ეკლესიაში
ყოველთვის იქნება ან იქნებიან ადამიანები, რომლებიც უღალატებენ იესო ქრისტეს, რომ ყველა ანგელოზები არ ახართ. აი დღეს რომ გაიგებენ ხოლმე, აი როგორ უნდა ვიარომ ეკლესიაში, რა ხდება თურმე ეკლესიაში და ასეთი რაღაცები და ჩვენ ვეუბნებით რომ ასე ლაპარაკობთ. ვიცით რა ხდება, ვიცით რა ხდებოდა და ვიცით რა მოხდება. ყველა ანგელოზი არ იქნება, თუ კი იუდა იყო ერთი გამცემი, კიდევ იქნებიან იუდას მიმდევრები, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ. ჩვენ ყოველთვის ზიარებით ხვდებით მათ, ჩვენ ყოველთვის თავდაბლობით და სიყვარულით და თუ მას არ უნდა თუ ის არ ეზიარება ღირსეულად რამაც ხოვრის ბრალია თუ იუდა არსებობს ეს ქრისტე არაფერში არ არის ქრისტე ყველაზე მაქსიმუმი გაუკეთა იუდას ხო თავისი სისხლით და ხორცის შესთავაზ და მიიღო და სამწუხაროდ ნახეთ რა წერია შევიდა მასში ბოროტე შევიდა და ხომ შეიძლება რომ ჩვენც როცა ვეზიარებით ასე ვთქვათ ბოროტე შემოვიდეს ჩვენში აი დღეს ამაზე უნდა ვიფიქროთ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე და მე არ ვიტყვი რომ ბევრი ადამიანი ეზიარება უღირსად, მაგრამ კარგია რომ ბევრი ადამიანი ეზიარებოდეს ღირსეულად. ბევრი ადამიანი ეზიარება, იმიტომ რომ თავდაბლობის და ზიარების გარეშე ცხონება არ არსებობს. გასაღები ცხონების ეს არის ზუსტად თავდაბლობით მიღებული ზიარება. არა მარტო ზიარება, კიდევ მეორე იუდაც ეზიარა, მაგრამ თავდაბლობით მიღებული ზიარება ეს არის ცხონების გასაღების სასუფეულის კლიტეს რომ მოერგება. რაც დაკარგა დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ ეკლესია და მოციქულები შეგვაგონებენ რომ ღვთის გეგმა იწყებს განხორციელებას. ღვთის თავარი ნება და გეგმა იყო ადამიანის ცხონება, განხთობა, რაც ხელი შეუშელა ეშმაკმა და შემდგომში ადამა, მაგრამ ღმერთი თავის ნებას არ ცვლის და ღმერთის, ასე ვთქვათ, ამ ნების გაგრძელება ადამიანის ცხონება და დღევანდელმა, ასე ვთქვათ, დღემ შეგვახსენა თუ თავდაბლობით არ მიიღებთ ზიარებას, იქნებით იუდას მსგავსნი. და რომ არ ვიყოთ იუდას მსგავსნი, ჩვენ უნდა ისევ გადავინაცვლოთ გეცემანის ბავში, საღამოს მოგეხსენებათ, რომ წაკითხული იქნება 12 ნების სახარება, ეს უკვე პარასკევის დღეს მიეკუთვნება და არა სანთლებს მოვასმენინოთ სახარება. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო თქვენ გეცინებათ, მაგრამ მე ვნახე საეკლესიო მაღაზიაში სანთლები ეწერა, რომ დიდ ხუთშაბათს მოსმენილი სახარება მოსმენილი სანთლები. დიდი ასოებით ეწერა და რომ მიიპყრო ჩემი ყურადღება, ეს სატირელია, სასაცილო რომ არ იყოს. სამწუხაროდ, სანთელი არ ისმენს ხალხო, ჩვენ ვისმენთ. ეს სანთელი გვიჭირავთ სიმბოლურად, რომ მე მახსოვდეს დიდი ხუთშაბათი და დიდ ხუთშაბათს წაკითხული სახარებები მახსოვდეს. რა წაიკითხა მოზღვარმა, ხო? აი ბევრმა ისიც ხო, როდის არის სახარებების კითხვა, როდის არის ეს, როდის არის ის? თუ ვერ მოდიხარ და სამსახვედან არ გამოგიშვიეს, მადლობა ღმერთს, სახში წაიკითხე. ან დაატანენ ხოლმე სანთელს. არ არის აი პრობლემა რა, თანამედროვე ქართულადაც არის გამოსული ნების შვიდეულის მსახურება და განსაკუთრებით 7 ზეთისხების სახარებები და 12 ნების სახარება. მადლობა უფალს, ხო შეიძლება რომ წავიკითხოთ და აი ზოგმა ისიც ხომ რომ მე ვერ ვიქნები და ტოვებს მე სანთლესთან სანთელს, საკმაოდ გრძელ სანთელს, რომ აი სანთელს მოვასმენინეთ და მე წავიღებ და გამოსაჩენ ადგილას დააბრძანებს იმ სანთელს და სხვებს ეუბნება. ხა წარმოვიდგინეთ ამას ნაკლებად მორწმუნე ადამიანი რომ გაიგებს რომ ეს სახარება მოსმენილი სანთელია. ცოტა შეიძლება ჯერ შეეპაროს ხო ჩვენ დამოკიდებულებაში ღმერთთან. ანუ რა თქმა უნდა სანთელი წმინდა და სიმბოლოა ჩვენი მდგომარეობისა და ეს მე უნდა განსაკუთრებით შევინახო, რომ მახსენებდეს ნების რა გააკეთა იესო ქრისტემ ჩვენთვის, ამ ყველაფერს რომ მახსენებდეს. ასევე მინდა შევეხო ჭია კოკონაობასაც ასევე, ხო, ეს ნებისმიეულში შედის ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გუშინ მე ვფიქრობ, რომ ისევ ანთო ეცონი კუდიანო არ შემიძრე და ასე შემდეგ. ორნაირი სწავლება არსებობს ამასთან დაკავშირებით. პირველი ეს უფრო მიღებულია რომ ჩვენ გინდა არ გვინდა მასდიანობას უხდით ისევ გარკვეულ ასე ვთქვათ სხვებს წირავთ, იმიტომ რომ ქრისტიანობამდე მე-4 საუკუნეში ჩვენ ვიყავით მასდიანები, აი ნეკრესს რომ ეძახიან კახეთში დიდი სალოცავებია, იქ არის დარჩენილი ძალიან დიდი საძირკველი, ასე ვთქვათ მასდიანური ტაძრის და აი ალავერჯი ნეკრესში რომ გარკვეული ადამიანები ღორებს კლავენ, ეს არის ზუსტად იმ ხარკის გადახდა მასდიანური სარწმუნოების, იმიტომ რომ მასდიანურ სალოცავში ამ ცეცხლთაყვანისმცემლები ღორებს წირავდნენ, ასე ვთქვათ, თავიანთ კერპებს. ეს გავაზრებული ეს არის იქიდან გადმონაშთი, არავით არის ღორებს არ გადაურჩენია საქართველოს და არავით რაღაც სისულელებს რატო იგონებენ არ ვიცი. ეს არის პირდაპირ გადმონაშთი. ჭია კოკონაობა და ღორების დაკლა 7
იანვარს, ხო? ეს არის ზუსტად გადმონაშთი მაზდიანური არასწორი სარწმუნოების. და იყო ბიზანტიაში ასევე წესი, ესეც საინტერესოა, შეიძლება მაგიტომ არის, რომ დანესტილ ხატებს და დაჭიანებულ ხატებს აშრობდნენ ცეცხლზე. და შეიძლება აქედანაც მოდის ეს ჭიაკოკონაობა. ამ ვერსიასაც აქვს უფლება რომ არსებობდეს, მაგრამ უფრო მაინც მე ვფიქრობ, რომ მაზდიანური ადამიანი, ქრისტიანი, რომელიც ახლა გუშინ კოცონზე ხდებოდა შეძახილებით, რომ კულდიანი ვარ შემიძლრე, დღეს არ ამგონია, რომ ზიარების ღირსი იყოს, იმიტომ რომ ეს არის ორი ბატონის სამსახური, ხო, რას ქვია, ახლა კულდიანი ვარ შემიძლრე. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი რაღაც სხვაგან არის ისევ და ისევ კეთაყვანისმცემლობაში. გააზრება უნდა ალბათ. გააზრება უნდა, ხო. ხვალინდელი დღე განსაკუთრებული დღე არის, გარდამოხსნის გამოგზანება მოხდება 2 საათზე. ღვთისმშობლის დატირება საკითხული იქნება, სასურველია რომ ხვალინდელი დღე უფრო მკაცრად შევინახოთ და ყოველგვარი გადაცემა, ყოველგვარი გასართობი, ყოველგვარი შრომა შევწყვიტოთ და ვიფიქროთ. ჩვენი გადაცემაც ისვენებს. გადაცემა მე მაგ საუბარი შოუებზე და ასე თქვა, რა თქმა უნდა, თქვენ გადაცემას არ ეხება ეს და განსაკუთრებულად ვიფიქროთ არა ისევ იუდაზე თქვა, არამედ საკუთარ თავზე, რომ ჩვენ რამდენად გავიაზრეთ ის მდგომარეობა, რაც ასე თქვა მოხდა აი ამ ბოლო კვირებში, ბოლო დღეებში. ასევე მინდა შევახსენო იმ ადამიანებს, რომ ის ხალხი, ვინც მაცხოვართან ერთად იყო ხშირად, თითქმის არც ერთი არ იყო გოლგოთაზე, არ გაყოლია მაცხოვარს. იოანე ღვთისმეტყველი მიყვებოდა ჩუმად და დედა ღვთისმშობელი. წავიკითხოთ 7 სიტყვა, რომელიც ასე თქვა იესო ქრისტემ ჯვარცმის დროს წარმოსთქვა. ეს არის აუცილებელი. ასევე შევახსენებ, რომ დიდი შაბათი არის განსაკუთრებული ერთადერთი დღე წელიწადში, როცა მარხვა, ეს არის დიდი შაბათი. დიდი შაბათი, სხვა შაბათი ასე თქვა სასულიერო პირების გასაგვანათაც მინდა თქვა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სასულიერო პირი შაბათს ამარხულებს ქრისტიანებს. იმიტომ რომ კვირას უნდა აზიაროს. გასაგებია, მაგრამ ამის უფლება არავის არ აქვს, იმიტომ რომ მოციქულთა კანონი მიგვანიშნებს პირდაპირ, რომ ვინც იმარხულოს შაბათს განიკვეთოს, მორუშობაზე არ წერია რომ განიკვეთოს, სასულიერო პირთაგანი განიკვეთოსო და დაისაჯოს ერისკაცი უზიარებლობით. ჩვენ შეგვიძლია არ ვამარხულოთ, მაგრამ გარკვეული საკვების აკრძალვა ვთხოვოთ მრევლს. აი ხორცნუ მიიღებს, ზისნაწარმი მიიღოს და ეზიაროს. მაგრამ ის რომ შაბათი იმარხულო, ეს მკაცრი გაფრთხილება ამაზე. აი ერთადერთი შაბათი არის ეს, რომ შეგვიძლია ვიმარხულოთ, ოღონდ ზეთით არის ამ დროსაც ხსნილი. ამ დროს ჩადის მაცხოვარი ადამიანური ბუნებით დილეგში და უქადაგებს, აქაც რაღაც გარკვეული პრობლემა წარმოიშვა, ვინ გარკვეული თანამედროვე ლიბერალი მოძღვარი ქადაგებს, რომ ყველა ამოიყვანა იქიდან, სისულელია, ყველა არ ამოუყვანია, ის ხალხი ამოიყვანა ძველი აღთქმის მართლები, ვინც მას ელოდებოდა, აი ეს ადამიანები ამოიყვანა იქიდან. ხო, იმიტომ რომ თუ ყველას ამოიყვანდა, მაშინ ძველი აღთქმას საერთოდ აზრი არ ქონია. მართალთა აღმოყენება. არასწორია და უკვე მერე ბრწყინვალე აღდგომა, რაც უკვე ამაზე მომავალში ბუნებრივია. წინასწარ საუბარი არ იქნება უპრიანი. მამა, აი 2 წუთი გვჩება. თქვენ ძალიან მნიშვნელოვან მომენტებზე გაამახვილეთ ყურადღება და მინდა რომ მაყურებლის ყურადღებაც უფრო მეტად მივიპყროთ. აი აღდგომის და ყოველ დიდ დღესასწაულებთან არის რაღაც სრულწმენები დაკავშირებული, რამდენიმე ახსენეთ თქვენ და მათ შორის ყველაზე დიდი პრობლემა არის, როდესაც მრევლმა არ იცის ამა თუ იმ ქმედების შინაარსი, თუ რატომ აკეთებს და ინსტინქტურად მიყვება ყველაფერს. იგივე აი დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მესმოდა, რომ ეს იყო დღე, როცა ყველა ადამიანმა უნდა განიბანოს, ოღონდ ეს მისი შინაარსი არავინ არ იცოდა თუ რა დღეა და რატომ უნდა საპონი არ იხმაროს. ხო, და ძალიან ბევრი რამ. რამდენად მნიშვნელოვანია მოძღვრის როლი, როდესაც მრევლი არ ფლობს სათანადო ინფორმაციას, არ არის, ანუ მრევლის განათლებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამ დროს აი რამდენად დიდ პასუხისმგებლობას იღებს თვითონ მოძღვარი, რომ არა მარტო ვთქვათ სულიერი კუთხით რჩევები მისცეს, ვთქვათ იგივე ამბიონიდან ქადაგებების დროს თუ პირადი საუბრების დროს, აღსარების დროს, არამედ აი ვთქვათ პასუხისმგებლობა აიღოს მის განათლებაზეც, რომ გაუაზრებელი ქმედებები არ ქონდეთ, რადგან ძალიან ბევრია და ჩვენ ყველას გვაწუხებს იგივე ეს ჩემი ადგილია და გაიწე და ისეთი რაც ამიტომ გავაკეთე მინდო ხე განცხადება და შეიძლება გარკვეული სასულიერო პირის გულისწყრომა დავიმსახურე, თუმცა სასულიერო პირს მიმართე, იმიტომ რომ იყო შემთხვევა, ჩემი სულიერშვილი სხვა ეკლესიაში მივიდა და არაზიარეს, იმიტომ რომ შაბათს ნამარხულები არ ქონდა. მე კი არ განვეკითხა, ეს შეიძლება მას ხილება დავარქვა და მე მოციქულთა კანონი დავასახელე. როცა ადამიანი ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ქრისტიანი რამეს აკეთებს და არ იცის რას აკეთებს, ეს არის მაგია.
მაგია არის გაუგებარი სიტყვების და გაუგებარი აი აბრაკადაბრა. ეს არის მაგია. არ ვიცი. და ძალიან ბევრი მართლმადიდებელი სამწუხაროდ მე დავითნე იგივე მგალობელი წყალებში ვიტყვი რაღაცას კითხულობს და არ ესმის. ან ისე კითხულობს რომ სხვას არ ესმის. ვის ჭირდება ასეთი კითხვა, ასეთი ქმედება. თუ რამეს ვაკეთებ დღეს მადლობა ღმერთს ხალხო თქვენი ტელევიზია არსებობს, სხვა ტელევიზიები მოზღვრები ქადაგებენ და ვისაც ყური აქვს. უამრავი ლიტერატურაც არსებობს, წასაკითხა და ინტერნეტში ყველაფერია. აჭრელებულია ისეთი დარეკები, ისეთი ქადაგებებია, ნახეთ თქვენ ალოცილებო, რომ მე მგონი ყველგან ხელი მისაწვდომია. აი დღეს რო ადამიანი ეტყვის რომ არ ცოდნა, არ ცოდვაო, ეს არის მე მგონი მთავარი ცოდვა. აი ეს სიტყვა იქიდან მოდის რომ აი ქრისტემ ჯვარცმის დროს ასეთ რამე თქვა რომ ერთო მიუტევე, რამე თუ არიციან რას აკეთებ. როცა მე არ ვიცი რას ვაკეთებ, რაც ოდვას ჩავდივარ ეს გასაგებია, მაგრამ როცა აი დღევანდელ დღეს ადამიანმა არ იცის დიდი ხუთშაბათი რას ნიშნავს და წითელი პარასკევი რას ნიშნავს, ამაზე განგაში უნდა ავტეხოთ უკვე. ეს უკვე საშინელება. აქედან გამომდინარე, აი თუ აქამდე არ ვიცოდეთ, ეხლა გავიგოთ, რომ თავდაბლობა აუცილებელია, ზიარება აუცილებელია. წითელ პარასკევს ეკლესიაში მისვლა აუცილებელია, დიჩაბაც აუცილებელია და აღდგომას რომ ადამიანი ეკლესიაში არ მივა, ეს ხო საერთოდ კატასტროფაა ფაქტობრივად. მაგრამ აღდგომის მერეც რო ხო იცი, აი სამსახურში ხარ დღეს არ გამოგიშვეს, მაგრამ წითელ პარასკევს და აღდგომას მე მგონი, რა ვიცი, ეს უკვე ვისაც აღდგომას უნდა რომ სიხარული მიიღოს, წითელ პარასკევს მწუხარება უნდა გაიზიაროს. ოღონდ ხაზგასმით კიდე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მას ხოვარს არ დავტირით ხალხო. სატრილები ჩვენა ვართ. ისიც დოგმა იცის ხოლმე ასე ხო მას ხოვარს სატრილები არაფერი არ ჭის. ჩვენ ვართ სატრილები და ჩვენი წოდები მოვინანიოთ და არავის არ უნდა ჩვენი ცრემლები, ჩვენს უნდა ჩვენი სინანული, ჩვენი თავდაბლობა და ჩვენთან ზიარება, ანუ ჩვენი განხთობა. და სიხარული საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ადამიანის სიხარულისთვის. ეს ყველაფერი ჩვენს ხონებას სამსახურებისთვის ახსნიდა. კეთილი, საინტერესო იყო მამა გიორგი თქვენი მოსმენა, შევახსენოთ ტელემაყურებელს სტუდიაში ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი საუბრობდა.